მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ხარს უჭერ წარმოდგენილ კანონ პროექტს იმ შესწორებით, რაც ბატონმა ალექსანდრე კანთარიამ შემოიტანა, ჩემთვის თავიდან მოცემულ შემოთავაზებულ ვარიანტსა და შესწორებას შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს, იმიტომ რომ მიზანი ჩვენი საბოლოო ის იყო, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების პროფესურასა და მეცნიერ თანამშრომელს, ესე იგი აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს მიეცეს რექტორისა და წარმომადგენლობითი ორგანოების თავისუფლად არჩევის საშუალება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მომწონს შემოთავაზებული ცვლილება აკადემიურ თანამდებობათა ერთით გაზრდის შესახებ და ასისტენტის თანამდებობის დაწესების შესახებ. ეს აძლევს შანსს ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდობას, რომ მათ არ შეექმნეს დასაქმების პრობლემა. აი ეს გახლავთ სულ. მადლობთ. შეკითხვები თუ არის თანამოხსენებელთან? არ არის შეკითხვები. მადლობთ. სერგო რატიანი. ბატონო ვანო, მე მესმის, რომ ეხლა შეიცვალა თქვენი პოზიცია, მაგრამ რატომ არ იყო ეს მოცემული, ასე ვთქვათ, პოზიცია თავიდანვე, რატო იყო ამხელა წინააღმდეგობა იმისა, რომ უნივერსიტეტებს თავად აერჩიათ თავიანთი რექტორის მოვალე. მხოლოდ ოპოზიციის ფართო და ძალიან მტკიცე დებატების შემდეგ, მხოლოდ ესე ვთქვათ, უნივერსიტეტების პოზიციების შემდეგ, მხოლოდ დიპლომატიური კორპუსების პოზიციების შემდეგ, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ასე ვთქვათ, წარმოთქმული აზრის შემდეგ, მხოლოდ უმრავლესობაში 12 კაცის მიერ მტკიცე პოზიციის შემდეგ თქვენ შეიცვალეთ ეს პოზიცია. რატო არ იყო ეს პოზიცია მანამდე? მაინტერესებს. მე თქვენ რაც გაკეთეთ, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მე ვადასტურებ ერთხელ და ორჯერ და არაერთხელ ნათქვამს, რომ არ მიმაჩნია დღეს უნივერსიტეტში არსებული წარმომადგენლობითი ორგანოები ლეგიტიმურად არჩეულად. არ მიმაჩნია დღეს რექტორები ლეგიტიმურად არჩეულად. ჩემთვის მთავარი გახდათ ეს, რომ რექტორის მოვალეობის შესრულება არ დაკისრებოდათ აკადემიურ საბჭოებს, დღეს არსებულ წარმომადგენლობით ორგანოებს. არ მინდა ეხლა მაგალითების მოყვანა, ყველამ კარგად იცის, რომ ძირითადად ეს ორგანოები დაკომპლექტებული არიან პოლიტიკური ნიშნით. კარგი, ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როცა დამფუძნებელი ერევა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაში, მე ეს არ მიმაჩნია ავტონომიის შეზღუდვას, იმიტომ რომ უკვე ასეთი ავტონომია არ არსებობს და ფაქტობრივად უმაღლესი სასწავლებლები გადაქცეული არის ერთ პოლიტიკურ პარტიაზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებად. და აი ამას უნდა მოეღოს ბოლო. ის წესი და ის შესწორება, რაც ბატონმა ნუკრიმ შემოიტანა, აბსოლუტურად მისაღები სწორედ ამიტომ არის ჩემთვის.